ეგოს მოკლა, არ მოკლა. საკითხავი აი ეს არის. ესე იგი, ეგოს მოკლის საკითხი რატომღაც არის ძალიან აქტუალური, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ფილოსოფიური საკითხია. საკმაოდ რაციონალური თუ უფრო სწორედ რაციონალური არა, რასაც რაციონალიზაცია ქვია ფსიქოანალიზის ენაზე. აი ეგეთი საკითხია. გეშტალტ თერაპიიდან თუ გადავხედავთ, დეფლექსიის საკითხია, ან ფანტაზიების, როგორც გნებავთ უწოდეთ. ზარი არ გამითიშია ერთი წუთი, აჰა. და მაინც, როცა ვიკითხე დღეს რა თემაზე ვისაუბრო, ეგოს მოკლა არ მოკლაზე ისაუბრებ, ბევრმა დამიწერა რა და უმრავლესობის პრინციპით რა კი ეს მითხარეთ. მეც ვისაუბრებ ზუსტად ეგოს მოკლა არ მოკლაზე. ამისათვის რომ გავიგოთ, მოსაკლავია ეგო თუ არ არის მოსაკლავი, ჯერ უნდა გავიგოთ რა არის ეგო, იმიტომ რომ საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა არსებობს ეგოზე. ძალიან უცნაური ისინი შეფასებები მომისმენია. ერთი შეხედვით ეგოიზმიდან გამომდინარე. ეგო არის განცდილი ადამიანების მიერ, როგორც აი მე რაღაც მინდა და თუ მე რაღაც მინდა, ესე იგი ეგო მაქვს და სხვებზე თუ არ ვფიქრობ და არ ვზრუნავ, ესე იგი ჩემი ეგო არ მომიკლავს და თუ მე ჩემს ეგოს მოვკლავ, აი მე როგორც აღმიქვია რა, ესე აღმიქვია, რომ ესე ხედავს ხალხი. თუ მე ჩემს ეგოს მოვკლავ და მე რაც მინდა, ეს გახდება მეორე ხარისხოვანი და სხვებს რაც სჭირდებათ, უნდათ და ვიქნები მზრუნველი, ვიქნები თბილი, არ ვიცი, ასეთი ვიქნები და ისეთი ვიქნები, აი ესეთ შემთხვევაში ესე გავსხივოსნდები, მაღალ ვიბრაციებზე გადავალ, ჩემს ეგოს აშკარად გამოუყვან წირვას და წესს აუგებ და ვიქნები რაღაც ეგოს არ მქონე არსება. დილამშვიდობის ძვირფასო ანა, მეც ძალიან მიყვარხარ. ხო და ეს პირველი მიახლოებით, ვინც ეგოს ასე ხედავს, რომ ზრუნველი ადამიანი არ არის ეგოისტი და არამზრუნველი ადამიანი, ვინც საკუთარ ინტერესებს მაღლა აყენებს, არის ეგოისტი და დაბალვიბრაციული, ეს, რა თქმა უნდა, ნონსენსია, ეს საერთოდ ასე არ არის, ეგო საერთოდ არ ნიშნავს ეგოიზმს, ამ კონტექსტში მით უმეტეს, ეგოიზმი საერთოდ სხვა რამ არის და სხვა რამეს ეძახიან და ასე შემდეგ, ანუ ტერმინების აღრევა საერთოდ ადამიანებს გვჩვევია, ამიტომ არის მაგალითად კვანტური ისა რა ქვია, არ ვიცი, კვანტურ პარა, მეტა რაღაცა, არ ვიცი, რაღაცეები რა. თუნდაც ეხა ვიხუმრე სტატუსში, რომ კვანტურ თერიკოსები მეთქი. იმიტომ რომ ეს კვანტური მეტა და რაღაცა ჩათხრილი არის ყველგან, სადაც შეიძლება რომ ჩათხარო. ყოველთვის არა, ეხა ზოგ მიმდინარეობას ლეგიტიმურად ქვია, მაგრამ ხშირად ჩათხრილია. აჯაფსანდალივით. ხო და იმის თქმა მინდოდა რომ ეგოზე როცა ვსაუბრობ და მის მოკლა არ მოკლის საკითხზე, ორი მნიშვნელოვანი რამ უნდა განვიხილო. პირველი რა არის ეგო? რომ მე გავიგოთ საერთოდ რა გულისხმობს ეს ხალხი ამ მოკლა არ მოკლის თემაზე და მეორე რას ნიშნავს ადამიანის ფსიქიკაში სიტყვა მოკლა. იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს. აი ეგო მოკალი ან რაღაც არ ვიცი, კიდე არის ხოლმე რომ აი ეს ადამიანური თვისება უნდა გადააგდო, უნდა მოიკვეთო, ამოიჭრა და გადააგდო. აი ესეთი ფრაზებიც მსმენია რა. და რას ნიშნავს ადამიანის ფსიქიკაში ამოიჭრა, გადააგდო, მოკლა, აწამო, არ ვიცი, დატანჯო, ნახე ეგოს დატანჯვაც მსმენია. ქრისტიანულ კულტურაშიც არის რომ ხორცს ვინც დაიტანჯავს, ის სულს რაღაც, სულს უხარია, ხორცი წვალობს, სულს უხარია, ესეთი ფრაზა. ალბათ ეხა ხმის ტონზე ვინც ხშირად მისმენთ და ვინც მით უმეტეს ფსიქოშემეცნებითი კურსი გაიარეთ, აღია საუბრებზე ყოფილხართ, უკვე ხვდებით მე რა ემოციიდან ვსაუბრობ ახლა. და ეს ემოცია არის ბრაზი. მე ახლა გაბრაზებული ვარ ამ ყველაფერს, როცა ვეხები ჩემ თავში, ვიხსენებ და ვბრაზდები და ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ იმის გამო ვბრაზდები ახლა რომ მესმის ეს რა არის. კი, ესეც არის და მეორე იმის გამო ვბრაზდები, რომ წლების მანძილზე ამ სისულელეებში სანამ გამოვერკვიე, მანაყინეს წყალი და მაყრევინეს კედელზე ცერცვი და უდიდესი ენერგია გამაფლანგვინეს, იმიტომ რომ მე მართლა მაინტერესებდა რომ გამერკვია რაღაცეები და სანამ გავარკვევდი, ცრუ მასწავლებლებმა, გურუებმა, არ ვიცი, ენა რო აქვთ მოგდებული ზოგს და ვერ ჩუმდებიან და სიწმინდეზე რო ლაპარაკობენ, მაგრამ საქმით რო არაფერი გაუკეთებიათ და უამრავმა ცრუ მოძღვარმა ძალიან ამირდამირია ჩემი გზა ცხოვრებაში, თუმცა ახლა ამ წუთში მე ამ ყველაფერთან ოკეი ვარ, იმიტომ რომ ეგ გზა იყო.
და მე ვიდექი ამ გზაზე და გზაზე რაღაცები ხდებოდა და მაინტერესებდა, თუმცა ბრაზი მაქვს, რომ ასე აურდაურიეს ჩემი ფსიქიკა აქაო და მაინტერესებდა და იცოდნენ, არ იცოდნენ, შეეძლოთ, არ შეეძლოთ, მახლიდნენ, რაც ზალიდაღონე ქონდათ, რაღა ესეა, ისეა, ესე უნდა იყოს, ისე უნდა იყოს. მაგალითად, ეგო უნდა მოკლა, ხო? ხო, აი ეს ორი სიტყვა არის გასარკვევი, რა არის ეგო და რას ნიშნავს, როცა ადამიანის ფსიქიკა ამბობს, რომ მოვკლა ჩემ თავში რაღაც. ეს აუცილებლად გასარკვევია ორივე. ძირითადად ეგო იქცევს ხოლმე ყურადღებას და მოკლა რაღაცნაირად აი მიმალული სიტყვაა, რომ გეგონება, არ ვიცი, რაღაცა კარგი ითქვა. ერთი შეხედვით, რომ აი ეგო მოკვდება, რა კაია, ხო? კარგი, რა არის ეგო? ეხლა მეცნიერულ ენაზე გადავხედოთ რა არის ეგო. დასაწყისში, როდესაც ფსიქოანალიზი ჩამოყალიბდა ფროიდის მიერ, ადამიანის ფსიქიკა დანახული იქნა სამ შრედ. რაც ასეა, დღესაც ასეა, სახელები ცოტა მოძრაობს, თუმცა შრე რო სამია და უკვე ნეირომეცნიერება რო ამტკიცებს ამას, რომ სამი შრე გვაქვს, ეს ფაქტია. ხელში გვიჭირავს ეს ფაქტი. რა არის ეს სამი შრე? და ეხლა უფრო გამოცდილებით, განცდით და ცდის და შეცდომის პრინციპით და საკუთარ თავზე დაკვირვების გზით ვისაც გინდათ ამის სწავლა, ფსიქოშემეცნებით კურსზე ჩაეწერეთ. 3 ადგილია დარჩენილი მარტის ჯგუფში. იქაც ეს თემა იქაც არის, რა თქმა უნდა, უფრო სიღრმისეულად განხილული. მაშ რა არის სამი შრე? ერთი შრე არის ცნობიერი შრე, მარტივი მისახვედრია. ყველაფერი, რასაც მე ვხვდები, ვიაზრებ, მახსოვს, ვამბობ ახლა და გულისხმობ რაღაცეებს შიგნით, ჩემი ცნობიერებით. ეს არის პირველი შრე. არის მეორე შრე, რომელიც არის გაუცნობიერებელი, ესეც ძალიან ცხადია. მაგალითად, არ ვსუნთქავ, იმიტომ რომ მე გადავწყვიტე ახლა რომ მე სუნთქა, თავისით მიმდინარეობს სუნთქვის პროცესი. ასევე თავისით ბევრი რამ მიმდინარეობს ჩემში. და ეს თავისით მიმდინარე ნაწილი ყოველთვის ბევრად მეტია და აღემატება იმას, აი შეუდარებლად აღემატება იმას, რაც ცნობიერდება. აი ხა რომ საუბრობ მაგალითად ეს ლაკანის კონცეფტია ახლა რასაც გეტყვით ძალიან ვარ დაინტერესებული რომ ლაკანს გავეცნო აი საუბრობ ხო და რაღაცებს ხო ვაცნობიერებ ახლა რასაც გესაუბრებით ვცდილობ ავხსნა რა არის ეს სამი შრე საუბრობ ფროიდზე იმას ხვდები რომ თქვენ მისმენთ ბევრ რამეს ხვდები მაგრამ მე ხა ამ ჩანაწერს რომ მოусმინო მეორედ მე თვითონვე მივხვდები ბევრად მეტ რამეს რაც მithქვია თურმე რა შინაარსების თურმე გამოჟონილა ჩემი საუბრის დროს აი წეღან მაგალითად რო ვთქვი რომ ბრაზობ და ბრაზიდან საუბრობ თქო იმ წამს დავაკვირდი ამას თორემ მანამდე არ ვიცოდი ეს ბრაზი მოდიოდა ოღონდ მე ჯერ არ მქონდა შემჩნეული და ასე შემდეგ ანუ არა მხოლოდ სუნთქვა და გულისცემა და ის არის გაუცნობიერებელი ნაწილი ეგეც არის ეგეც ფსიქიკის ნაწილია ტვინი მუშაობს მანდაც ასევე არის ბევრი რამ რასაც ფიზიკურად შეუძლებელია და არც უნდა ვაცნობიერებდეთ გამუდმებით ესეთი მხარეც აქვს ფსიქიკას და არის მესამე ძალიან საინტერესო შრე მოკლედ რო აგიხსნათ და გასაგებად ჩემი პრაქტიკიდან ისე რომ ეგრევე მიხვდეთ რაზე მაქვს საუბარი ეს არის სხვების ხმა თქვენს ტვინში სხვების ხმა, რომელიც ამბობს, რომ აი ესე რომ მოიქცეს დილობიანი იქნები, ისე თუ მოიქცევი უძდელი იქნები, ეს სწორია, ის არასწორია. იმიტომ რომ აი არ ვიცი, ხა სხვებს შეაწუხებ, თუ ხმამაღლა გაიცინებ, დაგცინებენ, იმიტომ რომ რაღაცა წესი არ არის. აი ეს ბლა 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 ბლა, აი ეს რომ მიმდინარეობს ჩვენს ტვინში და ზოგჯერ ძალიან დიდი დოზით რომ მიმდინარეობს, ეს არის მესამე შრე. ეს მესამე შრე ასევე გვაფრთხილებს, რომ მაგალითად მწვანე შუქზე უნდა გადახვიდე, წითელზე არ უნდა გადახვიდე, მარცხნივ უნდა გაიხედო, მერე მარჯვნივ უნდა გაიხედო, ეს უნდა გააკეთო, ის უნდა გააკეთო, ანუ ფუნქციურია. ფუნქციური ნაწილი არის ჩვეულებრივი ტვინის. ფსიქიკის უბრალოდ. ესე იგი სამი ნაწილი ქონია. და ეხლა როდესაც ფროიდმა გაანაწილა ეს სამი შრე რო დაინახა, სახელებიც დაარქვა. ზუსტად არ ვიცი მან დაარქვა თუ საიდან წამოიღო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მისი სისტემა ასე არის სახელდებული რა. ეგო სუპერეგო და იდი. ეხლა რა, იდი არის ის. ანუ ის ნაწილი, რომელიც არ ცნობიერდება. იდი, ცხოველური ნაწილი, რეპტილური ტვინის ისა ნაწილი, არაცნობიერი, ქვეცნობიერი, ბევრნაირად ეძახიან ხოლმე. რეალობა ის არის, რომ ეს არის იდი და ნეირობიოლოგიიდან ეს არის მოგრძო ტვინი. უხეშად ძალიან, თორე სინამდვილეში ყველაფერი ყველაფერთან კავშირშია. ეგო ეს არის პირველი ანუ შკალით რო შედგა ხო აი ფროიდმა რაც ჩამოწერა არის მე ანუ მე რომელიც არ ვარ განზავებული სამყაროში ნახე მე ვარ არის რაღაცა რეალობა ჩემს შიგნით არის რაღაც რეალობა ჩემს გარეთ
და რო წარმოიდგინოთ, ესე იგი, მე რაღაც ნავში ვზივარ, ნავს გარეთ რეალობა, ნავს შიგნით რეალობა. ეს ნავი არის ჩემი მე. ანუ საზღვარი, რომლის შიგნითაც მე განვიცდები სუბიექტურად. ეხლა ისევ კვანტური ფიზიკიდან რო გადავხედოთ, ოღონდ ნამდვილი კვანტური ფიზიკიდან და საერთოდ ფიზიკიდან რო შეხედო სამყაროს, არაფერი არ არსებობს, 3 თუ 4 კვანტური ელემენტი არსებობს და იმათი სუპი არის მოხარშული და ეს 3-4 კვანტური ელემენტი დახტის აქეთ-იქით. ეხლა უხეშად რო გითხრათ. ანუ მაგ გადასახედიდან მე საერთოდ არ ვარსებობ. არც თქვენ არსებობთ და არავინ არ არსებობს. არსებობს, აღარ მახსოვს ეხლა. რაღაცა 4 ელემენტი, ისა ნაწილაკი, დაჟე რა ელემენტი, რა სისულელეს ვამბობ, რაღაც კვანტური ნაწილაკი, რომლებიც ჰიგსის ბოზონის ველში მყოფობენ. ანუ ჰიგსის ბოზონი არის რაღაცა ველი, რაშიც ესენი თავს ყოფენ და არსებობენ. ეს ნაწილაკები ჩემში, მაგიდაში, ცხოველში, მზეში, არ ვიცი, ვარსკვლავზე რომელიმე ამ პლანეტაზე ერთი და იგივე არის სულ, გამუდმებით და არ იცვლება. და აი მაგ გადასახედიდან მე, რა თქმა უნდა, არ არსებობს. ანუ მე არის რაღაცა სუბიექტური მდგომარეობა, სადაც მე ვარ და განვიცდები, რა თქმა უნდა არსებობს ეს. კვანტურ იმაში არ არსებობს, თორე ისე როგორ არ არსებობს. მე ჩემს შიგნით რაღაც მოვლენები და ჩემს გარეთ. და სუპერეგო, ეგრეთ წოდებული, ესე ფროიდმა უწოდა, რომელიც ზემე, ეს არის სუპერეგო, ეს არის სხვების ხმები, რომელიც შემოდის და მეუბნება როგორ უნდა ვიყო. და უკეთესი რომ უნდა ვიყო და სწრაფო არსებობს აქეთკენ, რომ ნუ რაღაცა ვარ და იმაზე უკეთესი უნდა ვიყო და არ ვარ არასდროს საკმარისი და მთელი კომპლექსები, ასე ვთქვათ, ადამიანს რაც გააჩნია, არის კონფლიქტი აი ამ სუპერეგოსა და ეგოს შორის ხოლმე. ეს ეხა მე გეუბნებით ძველი შკალით, როგორ ერქვა ამ ყველაფერს. მაგრამ მე ეხა იუნგმა, პერლსმა, როჯერსმა, ბევრმა ფროიდის მოსწავლემ კარგად განავითარეს ფროიდის თეორიები და დახვეწეს რა. და ამით ისიც ჩანს, რომ ფროიდი იყო კარგი მამა ბრჭყალებში ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომ კი არ ჩარჩნენ ფროიდის მასში სისტემებში, თამამად დაუწყეს ღეჭვა და შეცვლა და გადახარშვა და ეს თვითონ ფროიდს აქვს აღწერილი, რომ მამა ეს არის სიძველე, რომელსაც შვილები, ვაჟები მერე გადახარშავენ რა და არ ჩარჩებიან იმ მამის ტრადიციებში თუ რაღაცაში. ესე რო გითხრათ, ხო და ნელ-ნელა გამოირკვა, რომ ეს მე არსებობს ორგვარი. ეს ალბათ ეხა ფროიდთანაც არის გამორკვეული, მაგრამ უფრო მკაფიო გახდა აი პერლსის, არ ვიცი, როჯერსის და იუნგი განსაკუთრებით გადასარევად ხედავს აი ამ მხარეს ეხა რასაც აგიხსნით, რომ ეს მე არსებობს ორგვარი. ერთი, რომელიც დაერთებულია წყაროს, ანუ ავთენტურ წყაროს, ამოზრდილია იდიდან და ჰარმონიულად ზის იდსა და სუპერეგოს შორის, იმიტომ რომ ავთენტურია. უბრალოდ არის, ხო? და არის მეორე მისი ცოტა არ იყოს სხვანაირი ნაწილი, რომელიც ემსახურება იმას, რომ გარემოში, აი ამ სოციუმში და იმ სხვების ხმების პარალელურად მოერგოს ამათ, რომ იმათ არ ჩაქოლონ, აი უხეშად რო გითხრათ. რომ მან, ასე ვთქვათ, დამცველობითია მოკლედ ეს მე. არის მე, რომელიც წყაროს მიერია და დაცულ გარემოში, მშვიდ გარემოში და კრეატიულ გარემოში ვლინდება, იმას უნდა ცეკვა, იმას უნდა მხიარულება, იმას უნდა კონტაქტი, იმას უნდა სექსი, იმას უნდა მეგობრები. აი ესეთი ტიპია რა, ეს ავთენტური მე. აი ესეთი ტიპაჟი. ეხლა ზოგს ესე უნდა, ზოგს ისე, მაგრამ ძირითადად რო გითხრათ, რა სურს, იმიტომ რომ ფუნდამენტში ჩვენ ძალიან გავართ ყველა. იმას უნდა, როგორ გითხრა, მხიარულება, სიცოცხლის შეგრძნება, ხანშია, მე წყურია, მე რაღაცას შექმნის, ითამაშებს, კონტაქტში შედის, გამოდის იქიდან ისვენებს, აი ესეთი ტიპაჟი არის და არის მეორე დამცველობითი ნაწილი, რომელიც თანდაყოლილი არ არის, ნახე, შეიქმნა ნელ-ნელა, აშენდა ნელ-ნელა და ეს დამცველობითი მე არის ესე ახლა ნახეთ, თავდასხმით სიტუაციაში რას აკეთებს, რომ ის ავთენტური წყაროსმიერი მე დაიცვას და რას აკეთებს, იცი, უკეთებს ნიღბებს. მას უკეთია ნიღბები, ეს აქ იუნგს არაჩვეულებრივად, სოციალური მე. ნიღაბი უკეთია, აი, მაგალითად, ავტობუსში, ხო? ხო არ გიფიქრიათ თქვენ, რომ ჩვენ ავტობუსში თავისუფლები არა ვართ. ამაზე არავის უფიქრია ალბათ. გაუცნობიერებლად ხდება, ნახე. მეს და ეგოს აქ გაუცნობიერებელი ნაწილიც, სუპერ ნაწილიც და ცნობიერი ნაწილიც. სუსამშრიანია ყოველთვის, ხო? ავტობუსში შეიძლება არ გაგიცნობიერებიათ, რომ ხართ შეზღუდული. მაგრამ იქ თქვენი სოციალური მე, ანუ ეგო არის ცოცხალი და ძალიან გააქტიურებული და თქვენ იცით ავტობუსში მოქცევის წესები.
ზეპირად იცით. ისიც იცით, ავტობუსში მოქცევის აი სტანდარტული წესი როგორ უნდა დაარღვიოთ. ეგეც წესია. თორე ახლა თქვენ რო ავტობუსში ახვიდეთ, ინდაური ვარო თქვათ, კაკანი დაიწყოთ და ბაჭიები გამოუშვათ ჩანთიდან და ესე ამოხდნენ და ხტუნვა დაიწყონ იქ ბაჭიები, ხო? გამოიძახებენ იმას სასტრაფოს. დაგიჭერენ და ნუ არ ვიცი მე რა მოხდება რა. რაღაცა იქნება აუცილებლად, მაგრამ აი ამის გამკეთებელი ახლა მე რაც აღწერე, შეიძლება სალვადორ დალი იყოს. მეტი არ ვიცი მე ადამიანი, ვინც ამას გააკეთებდა, რომ ავტობუსში მე ინდაური ვარ დაიღრიალოს და მე ჩანთიდან ესე ბაჭიები ამოხტებიან და დახტიან აქეთ-იქით რა. ხო? ეს არ არის ადვილი გასაკეთებელი, იმიტომ რომ ჩვენმა ეგომ აი აქ უკვე მისი ნამდვილი მნიშვნელობით ჩვენი ეგო სოციალური მე აიძულებს რომ გქონდეს ნიღაბი ავტობუსში რომ მე წყნარი მოქალაქე ვარ მე ჩემთვის ვზივარ მგზავრობ ნახე ეს არის ეგო მე ახლა ვარ მგზავრი და მე იქ არის რომ კარგი მგზავრი ვარ ან შეიძლება ცუდი მგზავრი ვარ და არ ვიცი ვიღაცას შევაგინებ ან შევავიწროვებ ან რაღაცას გავაკეთებ მაგრამ საქმე იმაში რომ მთელი ეს ამბავი მთელი ეს სცენარები არის წინასწარ განსაზღვრული მე ავტობუსში მატრიციდან ვერ გავდივარ იმიტომ რომ არ ვარ სალვადორ დალი თუ სალვადორ დალი ვარ შეიძლება გავიდე ავტობუსში მატრიციდან და ამ შემთხვევაში მე ვახერხებ ნახეთ რომ ეგო მოვისროლო ცოტა ხანი დიდი ხანი ვერა ცოტა ხანს ეგოს მოვისვრი და ავტობუსში ვიქნები ჩემი წყაროსმიერი მე რომელიც არის შემოქმედებითი რომელიც არის ხუმარა ნახე პირდაპირ ეს არის დალი რომელსაც შეუძლია რომ ჭყალებში არაადეკვატური იყოს რაღაცა სიტუაციაში ხო ან პერსონა ნონ გრატას დაემსგავსოს ან ექსცენტრიული იყოს ან საერთოდ არაფერი არ იყოს იქ დაიმჟამად და იყოს ინდაური და ასე შემდეგ. ანუ ეს სიგიჟის ასე თქვათ კარგი ფორმაა რა, რომელიც ადვილი გასაკეთებელი არ არის. და რა თქმა უნდა, ინსეფშენში არის ეგ. როგორც კი შენიშნავენ ახლა სხვა ეგოში მყოფი ხალხი, რომ მე ინდაურად გადავიქეცი და ეგოდან გამოვედი, დამიშენენ ეგრევე მითითებებს, რომ დაუბრუნდეს ასწრაფოდ მე ჩემს ეგო მდგომარეობას, რომელიც არის მე ახლა ვარ მგზავრი. იმიტომ რომ გადაცდომას ახლა სისტემურად და გაუცნობიერებლად ისინი მე არ მაპატიებენ, იმიტომ რომ თვითონ ეგოს ციხეში სხედან იქ იმწამს, როგორც მგზავრები და ახლა მე ინდაური გავხდი და კვერცხების დადება დავიწყე და ისინი კურდღლები ამოვაფრქვიე ჩანთიდან და ეგრე სად არის ძმაო, ეგრე არ არის, აქ ესეთი წესი არ არის, გაიგე? და სასწრაფოდ დამიწყებენ ახლა სროლას, რომ მე ისევ დაუბრუნდე ჩემს ეგოს. ამ შემთხვევაში ავთენტურ ეგოზე და მეზე, რომელსაც მე სელფი უწოდეს, რომ ერთმანეთში არ აღრეულიყვნენ, სელფზე არ მაქვს საუბარი. საუბარი მაქვს ეგოზე, იმ ნიღაბზე, რომ მე ვარ მგზავრი. არ ვებძვი, დავით, მიყვარს პირიქით მე თქვენი პაციენტები დაუსწრებლად. ეხლა საქმე რაში არის, რომ ეს ეგო ნახე, მე სალვადორ დალიზე ვიხუმრე, მაგრამ თუ მე ეგო მართლა მომიკლეს, ანუ რა მომიკლეს ახლა? ან მე თვითონ თუ გადავწყვიტე და მოვკალი ჩემი ეგო, ესე იგი რა გავაკეთე, იცი? მე ავდივარ ავტობუსში დაუცველი. აბსოლუტურად დაუცველი. ჩემი გაშიშვლებული ფსიქიკა გადაუგდე ღორებს მარგალიტები და აბსოლუტურად დაუცველ მდგომარეობაში ჩემი წყაროსმიერი მე ბავშვური მე ჩავაგდე რაღაცა ჯოჯოხეთში, რომ კარგად გადათელონ და გადაქელონ რა და ამ შემთხვევაში თუ ეს ესეა შესაძლოა დახმარება მჭირდება უკვე. თუ ესე გადავაგდე მე ჩემი ეგო და ესე მოვკალი ჩემი ეგო, ხო? ეს მე წამიყვანს ალბათ დიდი ალბათობით რაიმე დაწესებულებაში, სადაც ადამიანები ბევრი არიან ესეთები. გულწრფელად შეეცდებიან რომ დამეხმარონ. ძალიან შეეცდებიან. თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც გაუცნობიერებლად რომ დახმარების ნაცვლად რაღაცა სარგებელს მიიღებენ აქედან, რომ მე ასეთ მძიმე დღეში ჩავვარდი, ნახე, მე დამეკარგა გარემოსთან ადეკვატური მორგების კომპასი ჩემ თავში. იმიტომ რომ ეს ეგო მე შეიძლება კრეატიულად ავფეთქდე ერთ დღეს და გადავწყვიტო რომ ავტობუსში ან მეტროში ან ეს ხო ხდებით ახლა რომ ავტობუსია სახლიც, ავტობუსია ურთიერთობა, ავტობუსია სამსახური, ავტობუსია ქუჩაში რომ გადიხარ.
ყველა ადგილი დედამიწაზე ეკლესიაში რო შედიხარ ეგეც ავტობუსია აბა ეკლესიაში სცადეთ და ინდაური იყავით რა იქნება უბრალოდ დააკვირდით იქ რა იმიტომ რომ ეკლესია არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოხატულება ეგოსი თუ კი რამე არსებობს ძალიან ისეთი მწარე და მკაცრი რეალობები დგას იქ როგორ უნდა მოიქცე ყველაფერი გაკონტროლებული აქვს იქ ეგოს და ნიღაბი რაც გიკეთია არის ძალიან მკაცრად გაკონტროლებული და განსაზღვრული და ისე არის თან რომ თავი უნდა იტყუო რომ ეს ნიღაბი არ არის ეს მე ვარო. უნდა შეერწყა ნიღაბს. ნახე, ეს არის დავალება იქ. ყოველთვის არა, მაგრამ ძალიან ხშირად 99% შემთხვევაში და ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს არის ქრისტეს სიტყვები, რომ ფარისევლები, რომლებიც იდეალურად მიყვებოდნენ წესებს, ისინი უბრალოდ შორს იყვნენ ღმერთისგან. იმიტომ რომ ღმერთი არის წყაროსმიერი. ღმერთი არ არის ის, რასაც დაისწავლის ადამიანი. ღმერთი წყაროა, თუ ის არსებობს და თუ შენ მისი გჯერა, როგორ შეიძლება ფიქრობდე, რომ ის ნიღაბია და ნიღაბშია. ის არის წყაროში, რა თქმა უნდა, ხო? და შესაბამისად აი ეს რომ აი როგორ უნდა იდგე, როგორ უნდა გეცვას ხმა, როგორ უნდა ამოიღო, რატონით უნდა ილოცო, როდის უნდა ილოცო, სად უნდა ილოცო, რა სიტყვები უნდა თქვა, როცა ლოცულობ, როგორ არ ვიცი, თმა როგორ უნდა გქონდეს, სახე როგორ უნდა გქონდეს, მიმიკა როგორი უნდა გქონდეს, რომელ საათზე რა უნდა გააკეთო, ნახეთ რამდენი წესია, ანუ ეგოს ზეიმია ეს. არა და ვითომ ეგოს მოსაკლავად არისო და ის ამპარტავნება არა გვაქვს ჩვენო და ესაო და ესაო. ზეიმია ეს. ავტობუსში ბევრად თავისუფალი ხარ ვიდრე მანდ. ოკეი, ახლა მეორეს მხრივ სავარჯიშო რომ ადამიანმა შეძლოს ნიღაბის გაკეთება და ნიღაბზე ალერგიები არ დაეწყოს, იმიტომ რომ არის სიტუაცია, სადაც მეს ნიღაბი მჭირდება. და ჩემი მთელი მიზანი ევრივეის როცა ვაკეთებდი, იცით რა იყო, რომ მე შემექმნა სივრცე, სადაც ადამიანი ნიღაბს მოიხსნიდა და მას წიხლებით არ გადათელავდნენ. იმიტომ როგორც წესი, სოციალურ გარემოში როცა ნიღაბს იხსნი, აუცილებლად წიხლებით შეგდგებიან. და ჩვენც ვაკეთებთ ამას, თითოეული ჩვენგანი, გაუცნობიერებლად. მე შეიძლება ზოგადად გაცნობიერებული მქონდეს, რომ უნიღბო მდგომარეობა კაია, მაგრამ შეიძლება ავტობუსში მაინც შევერწყა ბრბოს. ვერ გაიგებ ამას რა. შეიძლება მეყოს იმ მომენტში სულიერი მუხტი და არ შევერწყა, შეიძლება შევერწყა. ნუ ეს ცოტა ისეთი მომენტია, მე ვარჯიშობ რომ არ შევერწყა, მაგრამ შეიძლება შევერწყა. ანუ ადვილი არ არის. ძალიან დიდი ძალა აქვს, აი იმჰოტებ თუ გაქვთ ნანახი, ბევრი ხალხი რო გამოდის და იმჰოტებ რო იძახიან, ხო, შერწყმა არის ეს. იქ უბრალოდ ჩვენ ცხადად ხედავთ რომ იმჰოტებს იძახიან. მაგრამ შენ რო ავტობუსში და მეტროში და ოჯახში და ეკლესიაში რო ხარ და ზუსტად მაგ მდგომარეობაში რო ხარ, ამას ვერ გაიაზრებ. გიმალავს. ანუ გაუცნობიერებელია ეს, ხო? ასევე, არ ვიცი, მაგალითად, თერაპია შეიძლება იყოს ეს ავტობუსი. აი, მოვიდა ადამიანი და ზუსტად იცის თერაპიაზე რა უნდა გააკეთოს. გაუცნობიერებლად ან გაცნობიერებლად. უნდა დაჯდეს, არ ვიცი, უნდა ილაპარაკოს, მერე უნდა იტიროს, ან არ უნდა იტიროს, თავი შეიკავოს, მე რაღაც უნდა მითხრას, კითხვა დამისვას, მე რჩევა უნდა მივცე, აბა ერთი გავბედო და რჩევა არ მივცე. მე რაღაცა ესე უნდა ვიჯდე, ისე უნდა მეცვას, ის თვითონ ასე უნდა იყოს ჩაცმული და ისე უნდა იჯდეს და აი ამ ყველაფერში იხარშება ეს ყველაფერი. ნინო, ეკლესიაში სიამოვნებით გავხდებოდი ინდაური, ეგრევე ჩამასაცივებენ. გააჩნია, მარხვა თუ იქნება, არა. ნახე, მარხვაც ეგოა, ხო? ძალიან რთულია, რომ ეს ყველაფერი სხვანაირად გააკეთო, იმიტომ რომ ერთი შეხედვით ინსტრუქციას გაძლევენ და ამ ინსტრუქციას როგორც კი მოერგები, ეგოში ხარ. ვერ საწახვალ მაქედან. და როგორც უკვე ვამბობ, ეგოს მოკლა არის ძალიან ძიმე მდგომარეობა, იმიტომ მე მჭირდება რომ ეს ნიღბები ხანდახან ვატარო, თორემ მტერმა მოიხსნა ნიღბები ასეთ ადგილებში. არ შეიძლება ეს. და ზუსტად მან ნახე ევრივეის შიგრში და გარემოში გარკვეული ინტიმურობა წარმოიშვა. ჩვენ რაღაცა სხვანაირი ნდობა გვაქვს. ადრე მახსოვს რაღაცა კონფლიქტი მოხდა ევრივეისში და მომთხოვეს რომ ხარი დამეჭირა რომელიმე მხარისთვის, რომ უფრო ერთი მხარე ითხოვდა რომ ჩემკენ იყავიო. ხო და მართალი ვარო და რაღაცებ და მე რა უთხარიცი, მე არ შემიძლია მხარი დავიჭირო აქ, იმიტომ რომ ერთხელ მაინც მაგ ინტიმურ კონტაქტში რო შევალ ადამიანთან და მე რო ის ერთხელ მაინც ნიღბის გარეშე მყავს ნაგრძობნობი და დანახული, არ შემიძლია ამ ისევ ეგოს თამაში გავიდე, რომ მართალია მტყუანია, ჭკვიანია სულელია, მაღალია დაბალია. ნახე, ვერ ვიზავ ამას. მე ის ადამიანი უნიღბოდ დავინახე. ერთხელ, კმარა
და ისეთი კავშირი წარმოიქმნება, რომელიც ახლა მე შეიძლება წელიწადში ერთხელ მქონდეს, 10 წელიწადში ერთხელ იმ ადამიანთან კონტაქტი, მაგრამ მე ის უნიხბოდ დავინახე და ეს ჩემთვის იმხელა კომპლიმენტია პიროვნულად, რომ მან ჩემს წინაშე ნიღაბი მოიხსნა, რომ ნუ როგორ გითხრათ, რა სხვა განზომილებაა. მან ესენი არ მუშაობს. და ჩვენ კი შეგვიძლია დედამიწაზე ეგეთი განზომილებები შევქნათ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია და ვაკეთებთ ამას. ჩვენ ყველას გვყავს თითოეულ მეგობარი, ვისთანაც აი ამოისუნთქებ რა. ეგ არის მაგის ნიშანი, რომ შენ იმ დროს ეს ნიღაბი მოიხსენი. იუნგთან არის ყველაზე მარტივად დანახული, რომ ეს არის ნიღბები, ეს ეგოები, ხო? მოიხსენი ეს ნიღაბი და დაისვენე რა ცოტა ხანი და ხარ კარგად. კაი გზნობაა ძალიან. შეიძლება შენს თერაპევტთან შეძელიეს და მოიხსენი ნიღაბი და აუ ძალიან მაგარია რა. და კაფკას ამბავი თუ გახსოვთ, რომ მას თქვა მე ერთ დღეს სიცილით გავსკდი, როცა მივხვდი, რომ თურმე ბალმასკარადზე ვარ და უნიღბოდ ვყოფილ ვარ. და რამდენი ფსიქიკური პრობლემა ქონდა კაფკას და ჩვენ რო გგონია რომ მას ეს იმიტომ ქონდა რომ ნიჭიერია. ესეც რაღაცა ეგოს თამაშები არის ისე. ნიჭიერია და იმიტომ კი არ ქონდა. ნიჭიერი იყო უდაოდ, მაგრამ ამავდროულად იყო დაუცველი. მან სამწუხაროდ ბალმასკარადზე ნიღაბი მოიხსნა. ნუ ამაშიც არის რაღაც დიდი გენია მისი. რომ ეს შეძლო. მაგრამ მეორეს ხო თვითონვე დასცინა მე თავის თავს, რომ რა ამბავში ხარ, ნახე ბალმასკარადია, ხო? და ეს მართალია. და ბალმასკარადის პირობებში ზუსტად აი ამ ინტიმური სივრცის შექმნა, სადაც შეგეძლია ნიღაბი მოიხსნა და იყო საკუთარი თავი, არის შემოქმედება. შემოქმედების წვერვალია ერთ-ერთი. ოღონდ ამისი ახსნა გადმოცემა ეს ცოტა ძნელია. ეხლა რაც შეეხება ეგოზე ხო ვისაუბრე, მე მგონი ნათელია თუ რამე კითხვები გაქვთ დამისვით რა. ადრე ეგო და სელფი გაერთიანებული იყო. მერე გამოიყო და გაირკვა რომ სელფი არის წყაროსმიერი მე, რომელიც დავიბადე და ნელ-ნელა შევიქმენი, ჩემი ინდივიდუალობიდან გამომდინარე, ჩემი რეაქციებით, ჩემი გამოცდილებებით, ჩემი ემოციებით, როგორ გამოიყურება ჩემი ფსიქოემოციური სხეული, ბევრი შრი აქვს სელფს ძალიან, ხო? მაგრამ სელფი ჩვენ ყველას გვიგავს, იმას უნდა თამაში, იმას უნდა მხიარულება, იმას უნდა ადამიანები, იმას უნდა წესრიგი, კონსტრუქცია, კრეაცია, სექსი, გამრავლება, გადარჩენა, მხიარულება, ანუ აი როგორ გითხრათ რა, აი აქეთ არის სელფი, აი ამ ნაწილში. და ამაში ჩვენ გავართ. და მეორე მხარეს არის ეგო, რომელმაც მე ნელ-ნელა დამანახა, რომ აი ავტობუსში როგორ უნდა ვიჯდე, ბავშვებს არა აქვთ, თუ დაკვირვები ხართ, ხო? ამოვა ბავშვი და რაღაცას ხმამაღლა, მაგალითად იტყვის, რომ იცი, ავტობუსშია და იქ ბევრი ხალხი ზის რა, ხო და ეს უცებ ამბობს, იცი მე ფისი მინდა. გაიგე, აი ესე გამოაცხადებს. ეს რა თქვა, გაიგე და იქ მე დედა უჩურჩულებს, რომ შვილო ეს უნდა ხმადაბლა მითხრა და ყურში უნდა მითხრა და უხერხულია. ნახე, ეგოს ასწავლის აქ. ხო და ავთენტურმა მე მთქვა, რომ მე ფისი მინდაო რა, აი ადვილია ძალიან მასე ცხოვრება. მაგრამ ნუ ავტობუსში ეგ არ გამოვა და ეკლესიაში თუ დაიყვირებს მაგას, ნუ არ ვიცი რა მოხდება იქ. ძალიან არის ფიქრობთ, რომ გადამტერებული ვარ, მაგრამ მე ჩემი რაღაცა ისტორია მაქვს, რა თქმა უნდა, მაგასაც გაგიზიარებთ ერთ დღეს. ეგოს თამაშების და განსაკუთრებით ეკლესიას უკავშირდება ეს ჩემი ეგოს თამაშები. ხო. ეხა სირთულე იქ კი არ არის, რომ ეგო კონდეს ადამიანს. სირთულე ის არის, თუ მას გონია, რომ ეგო არის თვითონ. აი ეკლესიაშია ვთქვათ ისევ, ავიღოთ ესეთი კაი მაგალითია ეს და ლოცულობს და მას გონია ეხლა აქ, რომ ეს ლოცვა არის თვითონ, ეს რაღაც გოდება რაშიც ის არის და რომ ნანობს და ინანიებს რაღაცეებს და მე გახედავს გვერდზე და ის უფრო მაგრა ინანიებს და ეს უფრო მაგრა რო ინანიებს და მე ის უფრო მაგრა ინანიებს და მე ამ ეს უყარს მღდელს უფრო მეტად, იმიტომ რომ ამან მეტი ცოდა მოინანია და იმან უფრო მეტი მოინანია და აი ეს ხმალაობა რო წავა. ხო? აი აქ არის ეგოს თამაშები და პრობლემა ეგოს თამაშებში არ არის, პრობლემა იმაში, რომ ხვდები მე რომ ეგოს ვათამაშებ ახლა თუ ვერ ხვდები. მოკლა აქ არაფერში არ მჭირდება რა, ეგოს მოკლა. მე მჭირდება რომ გამოვეყო ჩემს ეგოს და შევხედო გვერდიდან, რას ვაკეთებ ახლა? აი რას ვაკეთებ? ვიპრანჭები? იცით ერთი მონაზონის ფოტო შემხვდა ადრე, ლამაზი მონაზონი იყო და ქვევით ქონდა წარწერა, რომ მამაკაცს ჭეშმარიტად ქალში მხოლოდ მისი სისუფთავე იზიდავსო. გეფიცებით ასე ეწერა. ხო, მესმის ნინო, მეც მეცინება. აი წარმოიდგინეთ, ქალი მონასტერში იყო წასული, ლამაზი ქალი, ეს მოხვეული ქონდა ქართულ ყაიდაზე, ხო ყველა მონასტერს თავის ყაიდა აქვს და ქვეშ ქონდა წარწერა.
რომ მამაკაცს იზიდავს ქალში მისი სისუფთავე, რომელიც მისი მზერიდან იღვრებაო და ეხლა მე მაქვს კითხვა, რომ ეს რო გიწერია, ეს ციტატა. არ ვიცი მისი სიტყვები იყო თუ ვისი სიტყვები, ვიღაცამ ხო დაწერა, ვიღაცამ დაინახა მონაზვნობაში მიმზიდველობა ფაქტია. რომ კაცს მიიზიდავს ამითი, რომ ის სუფთაა, გაიგე, სექსი კი არ უნდა, არამედ, არ ვიცი, რაღაცა ანგელოზებზე ფიქრობს და ცაზე ფიქრობს და ეს მიმზიდველიაო. ნახეთ, როგორი კოგნიტიური დისონანსია? ანუ მე კაცის მიზიდვა მინდა და იმის მაგივრად რომ გამოვხატო, რომ მე კაცის მიზიდვა მინდა და ის ჩამოვიფარე მონასტერში წავედი და ლოცვა დავიწყე, გაიგე? ხო. და ეს მე მგონია ეხლა, რომ მე ახლა ლოცულობ, ცაზე ვფიქრობ და ანგელოზებზე ვფიქრობ. რას ვაკეთებ არასწორად არის კი ანა ზუსტად ეგ არის რას ვაკეთებ არასწორად აი ეს ხო და არა უშავს იცი ეგოს თამაშები და ეს რაღაცები it's okay ადამიანურია ძალიან ეხა აბა ავტობუსში ავიდე მე ხა და დავიწყო რომ მე ხლა იცი სინამდვილეში რაზე მეფიქრება ხალხო იმაზე კი არა რომ გზავრობ მე ხლა მეფიქრება და რომ დავიწყო აი მართლა რაზეც აი თუნდაც ეხა რაზეც ვსაუბრობ ეგო არსებობს თუ არ არსებობს და სელფი და ესე შემომხედავენ რომ ვაი საწოდავი ეს რა დღეშია ხო ეს იქნება ფიდბექი იქ აუცილებლად ეგ იქნება ხო ну ეს ეგოზე რაც ვისაუბრე ანუ ეგოსა და სელფს შორის არის კარგი სხვაობა სელფი არის ავთენტური და წყაროსმიერი ეგო არის გარემოსთან ადაპტაციის უნარი ჩემი რომ ადეკვატური ვიყო რომ სად რა ხდება მე შეიძლება ზოგჯერ ეს დავარღვიო და სხვანაირად მოვიქცე და ამ ყველაფრის აზრზე უნდა ვიყო უნდა კარგად ვარჩევდე და შემეძლოს გაცნობიერება ამას ქვია რომ მივხვდე რომ აი ხა თქვენ რო გესაუბრებით მაგალითად ეგოდან უფრო საუბრობ სელფიდან უფრო საუბრობ რაღაც მომენტებში შეიძლება ეგოსკენ ვიხრები უფრო მეტად რაღაც მომენტებში უფრო სელფისკენ ხანდახან ვერ ვხვდები აი ამას რო ვხვდები რომ ზოგჯერ ვერ ხვდები ესეც ძალიან დიდი ინფორმაციაა როგორც ვიცი ანგელოზებს სქესი არ აქვს ვიღას იზი რა თქმა უნდა ადამიან კაცებს იზიდავს ნინო ეგ რა კითხვა ანგელოზებზე საერთოდ არ აქვს პრეტენზია დამიჯერე უბრალოდ ეგო ისე თამაშება და ეგო მისე შეიწოვა მისი პიროვნული მე და დამკვირვებელი რომ ვერ ხვდება ამას ეს არის აქ მაია რა არის მაია არის არაჩვეულებრივი კონცეფცია ნებისმიერი რამ რაც შენ ისე შეკითრებს რომ ვერ ამჩნევ არის მაია რაც გინდა ის იყოს კონტენტი სულ ერთია წითელი წიწაკა იქნება ქრისტიანობა იქნება ეს თუ ინდაური იქნება თუ რაც იქნება თუ შეკითრია და შენი თავი გააიგივე რომ ეს ვარ მე ეგ არის მაია გინდა ბუდიზმი წარმოიდგინე და წადი ტიბეტში და ეგ ზიხარ ლოცულობ და ასე შემდეგ მაგრამ ამ ლოცვამ თუ შეგითხრია და გააიგივე შენ თავს გააიგივებ ლოცვასთან ხო ესეც მაიაა სულ ერთია რასთან გაიგივდები აი იმის კარგი გამოცალკევება რომ შემეძლოს რომ მე არ ვარ ის რაც ჩემ თავს ხდება და მე არ ვარ ის გამოცდილებები ის გრძნობები არ ვარ მე ემოციები არ ვარ მე ჩემი სხეული არ ვარ მე ჩემი სხეულიც ვარ ჩემი ემოციებიც ვარ ნახე რამ ხელა განსხვავებაა ხო აი ეს ამბავი არის რა მოკლედ რო გითხრათ თუმცა მგონი გრძლად ვამბობ ეხლა რაც შეეხება მოკლა ეგოს მოკლა ხო ეხლა ну ის ხო თქვი რომ ესენი როცა ეგოს მოკვლას საუბრობენ ამ ავტობუსის მგზავრზე არ არის საუბარი ამის მოკვლაზე რომელიც შეიძლება ინდაურია ეხლა აქ და ამჟამად ეგენი საუბრობენ ადამიანზე რომელიც ეგოისტურად იქცევა ხალხურად ხალხური ეგოიზმი რა არის მე მინდა არ ვიცი გასეირნება ჩემს მეგობარს უნდა ლოგინში წოლა და მე ეგოისტი თუ ვარ გავისეირნებ თუ არ ვარ ეგოისტი ვიზრუნებ ჩემს მეგობარზე და ლოგინში ჩავწვევი აი ეს ამ ეგოზე არის ხოლმე საუბარი, როცა მის მოკვლაზე მიდის მსჯელობა. ან კიდე ამაზე რომ მე ვარ კარგი მოცეკვავე პირობითად და რომ მიხარია რომ კარგი მოცეკვავე ვარ და თქვენ რო გეუბნებით რომ ნახე მე კარგი მოცეკვავე ვარ, აქ თურმე ეგოისტი ვყოფილვარ და ჩემი ეგო არის გააქტიურებელი და ეს უნდა მოკვდეს ახლა ეს ეგო და მე კარგად რო ვიცეკვებ, ვერ უნდა აღვიქვა რომ კარგად ვცეკვავ, გაიგე? ეს ყოფილა. ახლა აქ აი ამ კონტექსტში ამბობენ ხოლმე სიტყვას მოკლა. ანუ რაღაცა სიამაყის ამპარტავნების თუ ფსევდოა ოღონდ ეს ყველაფერი და მე რო კარგად ვცეკვავ რა შემარგეთ რა გინდა აი კარგად ვცეკვავ აი გალაქტიონი რო ამბობდა რომ მე პოეტების მეფე ვარ ეხა ეს ეგო იყო თქვენი აზრით იყო პოეტების მეფე და რა ვქნათ ეხა შეარგეთ აი რაღაცა შევარგოთ ერთმანეთს რაღაცა სიხარული რა მე ეს ვისწავლე სად გეტყვით
რაღაცა ინტერვიზიაზე გავაზიარე кейსი, სადაც ქონდა წარმატება, როგორც თერაპევტს, ანუ კარგად გახდა ჩემი კლიენტი და ისე რაღაცა უღიმღამო და მოჟამულად მოვყევი და ისე რაღაცნაირად ვთქვი, რომ აი მგონი უკეთესად გახდა თუ ფსევდო თავმდაბლობით თუ რაღაცით, რომ მე თვითონ გული ამერია, მე რომ გადავხედე გვერდიდან და მივხვდი, რომ აი ეგო სად იყო. აი მაგ ფსევდო თავმდაბლობაში იყო ჩემი ეგო იმ წუთში. იმ წუთში ვერ გავაცნობიერე ოღონდ. ცოტა გვერდიდან რომ გადავხედე, მე მივხვდი. გამიხარდა რომ კარგად გახდა ეს ჩემი კლიენტი და შევარგო ჩემ თავს ეს სიხარული რა, ნამდვილია ეს, ხო? ეს არ არის ნამდვილი, ის არის რომ აი ხალხი რა სიტყვის მე რომ გამიხარდება. გაიგე? იმათზე ვზრუნავ ახლა მე. რომ ამ პარტავანი ვარ ესე ჩათვლიან და ამიტომ ესე ვლაპარაკობ რა. არ არის ეს, მოკლედ ავთენტური და წყაროსმიერი. ოკეია ეს, იმიტომ რომ მე მიჩვეული ვიყავი რომ ბავშვურად რომ რაღაც მიხარია, რა გიხარია. ეგრევე აი ამას აკეთებ. რა გიხარია, გოიმო, გაიგე და წადი რა გაიარე შენ გზაზე რა, მე მიხარია და შენ თუ არ გიხარია, ნუ გიხარია, გაიგე? მაგრამ ამას ხო უნდა ეხა რაღაც გამოცდილების დაგროვება. აქამდე მისვლა ჩემთვის ადვილი არ იყო და ამ რა გიხარია რომ მითხრეს, გული მეტკინა და მე დავმალე რომ მიხარია, ნახე რომ აღარ მეტკინოს. ბავშვური რეაქციაა. და მე ეგო უკვე ჩამომიყალიბდა ეგო და მეუნება რომ არ გამოხატო აქ ეხა სიხარული და მართლა არის ადგილები სადაც მე სიხარულს არ გამოვხატავ. ვიცი რომ არ უნდა გამოვხატო ეხა ვირთან მივიდე და მოდი წიხლი მესროლეო ხო არ ვეტყვია რა. იქ არ არის ამის ადგილი. მე ვცდილობ შევქმნა ადგილი სადაც შეგვიძლია ეს და ევრივეი დავარქვი ამ ადგილს. ხო, ეხლა რაც შეეხება მოკვლას. მოკლა, როდესაც ადამიანი ამას რომ ეგო მოვკლათ, აი იმ ეგოს გულისხმობს რა, ამას არა. აი იმ ეგოს რომ ეგოისტია ეს ადამიანი და სხვებზე არ ზრუნავს, თავის თავზე ფიქრობს, ეს ეგოისტი ბლა ბლა. და ეს არის მოსაკლავი ეს ეგო. თურმე. და ან ზოგჯერ თავის თავზე შემოატრიალებს და მე რო გასეირნება მინდა და ჩემ მეგობარს ლოგინში წოლა უნდა მოვკლავ ახლა მე ჩემს ეგოს, ანუ ჩემს გასეირნების სურვილს და ვიქნები მეგობართან და ვიქნები კარგი გოგო, კარგი ბიჭი თუ რაც იქნება და ამ დროს აი ზუსტად ეგ არის ეგო სინამდვილეში. მაგრამ ოკეი. აი წარმოვიდგინოთ რომ ის არის. იმიტომ რომ ეხლა უნდა განვიხილო სიტყვა მოკლა. აი მოვკალი, მოვკალი უნდა მოვკლა, ამოვიკვეთო, გადავაგდო, ძალადობა უნდა ამოვჭრათ ადამიანიდან და გადავაგდოთ ძალადობა და აგრესია უნდა მოვკლათ ადამიანში და ესეთი სპიჩი რა. ეხლა ნახეთ, ისევ ლაკანი მახსენდება რა. ადამიანი მესაუბრება რაღაცა სულიერებაზე თითქოს. და იქვე ჟონავს სიტყვა მოკვლაში რა არის აქ რეალობა. საერთოდ რაზე არის აქ საუბარი. თუ ადამიანი გარედან მეუბნება რომ შენ ეგო გაწუხებს და უნდა მოკლა ეგო, მე მეუბნება. სადღაცა უბრალოდ მეუბნება რომ მე შენს მიმართ ეხა აგრესიით ვარ განწყობილი. ეს არის მესიჯი რაც არის ამ სიტყვების უკან. მე აგრესია მაქვს შენს მიმართ. ჩემი ეგო გაღიზიანდა. არ ვიცი რის გამო, უსაფრთხოდ აღარ ვგრძნობ თავს და თავს გესხმი. და უნდა მოკლა ეგო. შენ ახლა რა სულიერებაზე მელაპარაკები და რა ფსიქოლოგიაზე, როცა ეგო გაქვს. და ეს სხვებზეც მომისმენია. იმას იმხელა ეგო აქვს და ეგ ფსიქოლოგი როგორ იქნება, გაიგე და ანუ ხო და მოკლა თვითონ ფსიქოლოგიაში და ფსიქოთერაპიაში ყველა სკოლაში ადამიანი რომ ამას დაიწყებს რომ მე ჩემში უნდა მოვკლა ეს მე ჩემში უნდა გავანადგურო ის მე ჩემში უნდა ამოვიჭრა და გადავაგდო ეს აი ესე რომ საუბრობს ყველა ფსიქოთერაპიული სკოლა აბსოლუტურად თანხმდება რომ ამ დროს მე ეხლა ვაჟღერებ ჩემი სუპერეგოს ხმას და რა არის სუპერეგო ეს არის სხვები ჩემში შემოჭრილია მე არა ვარ ეს ესე იგი სხვები უკვე ეგოთი კი აღარ არის სუპერეგოთია შემოჭრილი მთლად სუპერეგო ეხლა როგორ მუშაობს და ვინ არის და რითი იკვებება სუპერეგო ეს არის გადარჩენის პრინციპიდან ამოზრდილი ინსტანცია ადამიანის ფსიქიკაში რომელსაც ზედმეტი მოსდის ხშირად და ნევროზი, შფოთვა, დეპრესია, აი ყველა ის ფსიქიკური აშლილობა, სადაც ადამიანი თან ადეკვატურია რეალობასთან, მოდის სუპერეგოსგან, რომ გადამეტებულია სუპერეგო. და რას აკეთებს სუპერეგო ისევ? შეირწყავს ხოლმე სელფს. ნახეთ, ესეც მაიაა. ანუ წამოიყვანს სელფს და სელფი ვერ ასხვავებს თავის თავს სუპერეგოდან. და ამ დროს უკვე ნახე ამბობს რომ ჩვენ უნდა მოვკლათ აგრესია. რამხელა ეს არის? ანუ მოვკლას ამბობს და აგრესია უნდა მოვკლა და იგივეა.
რომელ აგრესიის მოკლაზე მელაპარაკები, უბრალოდ არეული არის ვექტორები. იმის მაგივრად რომ თქვა ადამიანმა მითხას რომ მე შენზე ახლა გავბრაზდი, აი ამის გამო და იმის გამო ვიგრძენი თავდასხმა, მომიტრიალდა და ეს თავდაყირა მელაპარაკება, რომ ეგო გყავს მოსაკლავი. ნახე, ძალიან უცნაური ტექსტია რა. პირდაპირ საერთოდ არ არის და მახსენდება ქართული ზღაპარი. ეშმაკების ქვეყანაში თავდაყირა რომ უნდა გელაპარაკა. ნუ ისაო დედამთილი რო გეტყვის ვარცლი მომაწოდე, უნდა გადააგდო დალეწო და რო გეტყვის დაამტრიე, უნდა მიაწოდო. ნახე, პირიქით მელაპარაკება ეხა ადამიანი. მეუბნება რომ ჩემს სულზე ზრუნავს, როცა ამას მეუბნება და სინამდვილეში გაბრაზებულია ჩემზე. ტყუილია ეს ეგოს მოკლაბა, ერთი შეწინააღმდეგე ვითომ ეგოს კვლელ გასხივას ნებულებს, ეგრევე გაგწეწავენ, კითხვასაც ვერ დასვამ. მესმის. იცი რა, აქ ცოტა უფრო ტრაგიკული შრეც არის ამ ყველაფერში, ნახე. ადამიანი, რომელიც ყველა ფსიქოლოგიური გადასახედიდან კიდევ ვიტყვი, მეუბნება, რომ მე ჩემში რაღაც უნდა მოვკლა. გავცნობიერებლად მეუბნება, რომ სხვებმა ჩემზე იმ ხელას ეწოლა განახორციელეს, რომ ჩემი რაღაცა მდგომარეობა ან თანდაყოლილი მეს ნაწილი ორში ერთი. იმის ნაცვლად, რომ მე ვაპატიო ჩემ თავს თუ ჩემი ღირებულებების მიხედვით მართლა მძიმეა ის რაც არის ჩემში. ან მივიღო რომ ესეთია, არაუშავს. აი პირობითად მივიღო რომ კეხიანი ცხვირი მაქვს, რა მოხდა რომ კეხიანი ცხვირი მაქვს. აი ვისი ტრაკის საქმეა მე როგორი ცხვირი მექნება, გაიგე? ამ და მიმღებლურად კი არ ვარ ჩემი თავის მიმართ განწყობილი. სხვების გავლენა იმ ხელაა რომ მე კეხიანი ცხვირი მაქვს. რომ მოსაკლავია ეს კეხიანი ცხვირი, გაიგე? უნდა მოვკლა. ესე ველაპარაკები ჩემთან. ანუ ეს არის სიმპტომი, რომ ჩემში სუპერეგო, ანუ სხვები, რომელსაც სარტრი ჯოჯოხეთს ეძახის, ძალიან გაძლიერდა და აიწია და განიცდება როგორც მე. ეს არის ისევ აქ მაია და არეულობა. რომ მე როგორ შეიძლება მოვტრიალდე და ჩემი თავის მტერი ვიყო. და აი ზუსტად ეგ არის სახარებაშიც არის ეგ რომ სახელმწიფო რომელიც თავის თავს სახლი რომელიც თავის თავს განელთის ძველ ქართულად რო თქვა ანუ განხეთქილებაში მოდის საკუთარ თავთან ხო იქ რაზეა საერთოდ საუბარი ხო იმას დაეპატრონება ვინც გინდა მე იმიტომ რომ გაყოფილია შუაზე ეს შინაგანი კონფლიქტები ხო ერთი შეხედვით თითქოს არაფერი რა ან ყველას გვაქვს თან მაგრამ დოზას გააჩნია ხო და ამიტომ ადამიანი ეგოს მოკლაზე რომ ესაუბრება ჩემში ფაქტიურად მეუბნება რომ ეხლა გაყავი შენი თავი ორად ერთი თავი აიღე და დაუპირისპირე მეორეს და მოკალი ის მეორე და კი ბატონო ძალიან მაღალი დოზით კი ეს არის სუიციდისკენ გზა ანუ პირდაპირ ამას სხვები მე აქ მიბიძგებენ რომ არ ვიყო საერთოდ გავნადგურდე ნახე ეს მესიჯი რომ ნუ იქნები არ იყო და ეგ კიდე სად ჩანს იცით ქართველებში ეხა ძალიან მწარე რაღაცას გეტყვით აი მოკვდება ადამიანი და მერე უყვართ დედა რა საყვარელი იყო და რა კარგი იყო და ამისთან ადამიანი მეორე არ იყო და ესე და უყვართ გაიგე და შეიძლება გეგონოს რომ მასობრივად ესე რო აკეთებენ უყვართ იმიტომ რომ ეხლა მიხვდნენ რომ მიხვდნენ როგორც იქნა მის ფასს რომ დაკარგეს რა და ეს კარგი ვარიანტი არის და უფრო საშინელი ვარიანტი იცით რა არის რომ აი ეს ეგო მოაკვლევინეს როგორც იქნა მოკვდა ადამიანი და გამოთავისუფლდა სივრცე ეხლა და იმისგან რაც გამოთავისუფლდა ესენი ხო დაიჭერენ ამას და აი როგორ გითხრა აქ მე ხა საუბარი ისევ ბრბოზე მაქვს და გაუცნობიერებელ ეგო მდგომარეობაში ჩაკარგულ ხალხზე რომელიც ვერ წხვდება ეს თვითონ არის არ არის თვითონ სად არის მისი მე რა ხდება საერთოდ და აი როგორც იქნა გაიმარჯვეს და ეს ადამიანი მოკვდა ხო ეხლა კარგია всё ეხლა დაუჯერებს ყველაფერს შეწინააღმდეგებას აღარ დაიწყებს მკვდარი სანამ არის ხო და იქ თან შეგვიძლია თავი დავიმშვიდოთ მე რა აი მეორეთ მოსვლა იქნება აღდგება მკვდრეთით და ასე შემდეგ და ეგ პატარა წუხილიც რომ შეიძლება მორჩავსო ამ ადამიანის სიცოცხლე ეგეც შეგვიძლია მოვიცილოთ თავიდან და ნუ გახარებულები ვიყოთ და გვიყვარდეს ის ადამიანი რომელიც მოკვდა ნუ ძიმეა ეს ეხა მე საერთოდ რო გითხრათ ესეთ ფსიქოლოგიურ დაკვირვებებს ხშირად არ ვაკეთებ ზოგჯერ ვდგები და მუსიკას უსმენ ხოლმე იმიტომ რომ არ შეიძლება დავიწვევი მე რო ეხლა სულ გავიდე და აღვიქვა სადრა ფენომენია და თან აქ მაინც ჩემი აღქმები ურევია არ მიიღოთ რომ ეს ესეა მე რაღაც ფაზლის პატარა ნაწილს ვხედავ ვიღაცა სხვა ნაწილს ხედავს და ეს ესეა მაგრამ ეს ფაზლის ნაწილიც ციდან არ ჩამოვარდნილა მე რასაც ვხედავ რაღაც ნაწილს ნამდვილად ვხედავ ხო
მაგრამ აქედან ვისვენებ ხოლმე, იმიტომ რომ არ არის ადვილი ახლა ამის აღქმა, რომ ადამიანი რომ აი გალაქტიონი რომ ახლა ყველას უყვარს მაგალითად და სიცოცხლეში კიდე ისევ მისი მაგალითი გამახსენდა, პალტო არ ქონდა და ფეხსაცმელი არ ქონდა, მე ახლა ვიცნობ ადამიანებს ჩემს ირგვლივ, ზოგი მწერალია, ზოგი პოეტია, ზოგი მხატვარია და ასე შემდეგ, საკმაოდ კარგები და ნიჭიერები და ახლა ვერ ვიტყვი რომ ვინმე გალაქტიონია, მაგის თქმა ძალიან ძნელია და ასე, მაგრამ თვითონ ტენდენცია მათ მიმართ რაც არის, აი ხა დღეს რო გალაქტიონი დაიბადო, ზუსტად იგივე მოხდება, რაც მოხდა მაშინ. ასევე ქრისტესეც ვიტყვი ამას და ესე დავასრულებ, რომ მოკვლას როცა ვამბობ, ხო? ნახე, ძალადობა თვითონ და თვითონ სიტყვა მეუბნება ჩემში რა არის. წეღარო თქვი ლაკანი ამბობს მეთქი რომ ვლაპარაკობთ, აი აზრი რაც ჩავდე იყო ეგოს გაგათავისუფლება, მაგრამ ფაქტია რომ ეგოს მოკლა თქვი სიტყვა, ხო? და არა ეგოსგან გათავისუფლება ან ეგოს არ ვიცი დამუშავება ან ეგოს გაცნობიერება, ბევრი რამ შეიძლებოდა მეთქვა, მაგრამ წამომცდა და ძალიან ყველაზე მეტად ისვრის ეს ფრაზა, ეგო მოკალი, ეგო არ მოუკლია, ეგოს მოსაკლავია, ეგო რატო ისვრის? იმიტომ რომ კარგად ჯდება გაუცნობიერებლად სინამდვილეში რა შინაარსია, რომ შემოჭრილია ეს უცხო ხალხი და ჩემი მოკლა მიმდინარეობს როგორც პიროვნების. როგორც ავთენტური მეს და სელფის, რომელიც დავიბადე და ეს არ არის ზღაპრები და ეს არ არის კვანტური თერიკა. უბრალოდ ასეა მოწყობილი და ღირს ამ იმუნიტეტების აწევა, ღირს ისეთ ადგილებში სიარული, სადაც შეგიძლია ნიღბის გარეშე იყო შენი თავი. ასევე ღირს რომ ავარჯიშო შენი ნიღაბი ისეთ ადგილას იარო. ამას ვცდილობ მე, ხო? და არა მხოლოდ მე. ხო და ეხლა ისევ ქრისტე რო ვახსენე წეღან ახლა გალაქტიონი რო იყოს იგივე სიზავდნენ, ხო ვთქვი? ხო და მე ვფიქრობ, რომ ქრისტე რო იყოს დღეს, მაგ შემთხვევაშიც იგივე სიზავდნენ. აუცილებლად იტყოდნენ, რომ ღმერთს გმობს. აუცილებლად იტყოდნენ, რომ წესებს არ იცავს და შაბათს როგორ განკურნა ვიღაცა და ასე შემდეგ. იტყოდნენ, რომ პატრიარქს არ უჯერებს და ცუდი ტიპიაო. ალბათ ჯვარზე არ გააკრავდნენ. არ ვიცი, იმიტომ რომ ახლა სხვა წესები აქვთ, როგორ უნდა დასაჯონ ის ადამიანი, ვინც როგორ გითხრა, გაბედავს და თავის თავია. ნაცვლად ეგო მდგომარეობაში ჩაკარგვისა. ერთი სპეციალისტი ასტატუსებს ხოლმე, მოკალი შენში ძაღლიო, ხო? არა, ჩემში რაღაცების მოკლა არ არის ფსიქოლოგიურად გამართული მდგომარეობა და მათ ჟონავს გაუცნობიერებელი თვითაგრესია. რომელიც სუპერეგოს პროდუქტია და ნიშნავს, რომ სხვების გავლენა კარგად შემოიჭრა ჩემში. და მე ადამიანმა ეს თუ გააცნობიერა, შეიძლება გადააკეთოს და თქვას, რომ არ ვიცი, აღზარდე შენში ძაღლიან, მოათვინიერე შენი ძაღლიან, გაათავისუფლიან, ბევრი სხვა ტერმინი, მაგრამ გულში იცის, რომ მაინც მოკლას გულისხმობს. აქ შეიძლება თავი მოიტყუო რა, მაგრამ აი მე მაგალითად, როცა ჩემ თავს ვაკრიტიკებ, ხანდახან მომდის ეს. ვცდილობ, რომ გულწრფელი მაინც დავრჩე და ვიცოდე, რომ მე ხა ეს რო ვიცი, შემიძლია სიტყვები გადავაკეთო. და არ თქვა ეგ, მაგრამ ეგ არ ცვლის იმას, რაც მე ვიგრძენი, ხო? და იყოს ეგ სიტყვები. თუ მოდის ეს მოკლა და მოშორება და დასჯა და რაღაცა, არ ვიცი, რაღაცეები, იყოს ეგ სიტყვები, უბრალოდ გამოეყავი მაგასაც და დააკვირდი რა სიტყვებით ელაპარაკები შენ თავს. აი ეს არის რა. თუ რაც არის, ის არის, ხო და კი, ალბათ ქრისტესაც ახლა ყველა ვარიანტში შერაცხავდნენ ღვთისმგმობად და ღვთისმოწინააღმდეგეთ. აი ეს მინდოდა მეთქვა, სიტყვის შეცვლა რა თქმა უნდა პანაცეა არ იქნება, ეხლა შეიძლება დაიწყონ ეგოს, არ ვიცი, ეს ის მოკლის ნაცვლად სხვა რაღაცების თქმა, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია რა იგულისხმება და იგულისხმება ეს. ნეტა იმან რომ მოკლას ეგო აი ჩვენმა კოლმეურნეობის თავმჯდომარემ გვარს და სახელს არ დავასახელებ, როგორი გახდებოდა. იცი რა, იმედია რომ ვერ მოკლავდა ამ ეგოს და საერთოდ ეგო არ არის მოსაკლავი. ეგოს დოზა არის შესამოწმებელი ეს ერთი და მეორე არის რომ მე არ გავაიგივო ჩემი თავი ეგოსთან. აი ერთ მაგალითს კიდე გეტყვით ამაზე თვალსაჩინოს. მე ახლა რომ დავიწყო ვინ ვარ, ხო? ეს მიკითხია ადამიანებისთვის. ყველა ღია საუბრობს მაგითი ვიწყებ ვინ ხარ შენ. და ახლა მე შემიძლია თქვა რომ მე ვარ, არ ვიცი, ქართველი და მე ვარ ქალი და მე ვარ ფსიქოლოგი და მე ვარ მუსიკოსი, მე ვარ, არ ვიცი, სპიკერი ამ შემთხვევაში, ლექტორი, მე ვარ მასწავლებელი და მე ვარ დედა და მე ვარ ეს და მე ვარ ის. ნახეთ, ბევრი რამ შევიყვა, თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ. ხო,
ლევან, მადლობა, ძმები კარამაზოვები, დიდი ინკვიზიტორი. კი, ეგ არის სუპერ ეგო. ეს შემიძლია დავიწყო ახლა მე თუ მართლა მგონია ახლა რომ მე ვარ ფსიქოლოგი და ამის იქით მე ვერ ხვდები რა ვარ, ვინ ვარ. გამოცალკევება არ შემიძლია, ნახე შერწყმული ვარ და სულ ფსიქოლოგი ვარ, დილას ფსიქოლოგი ვარ, შუადღისას ფსიქოლოგი ვარ, ძილში ესე თუ ვარ. ესე იგი ეგოში ვარ ჩაკარგული. ხო და თუ აი ნახეთ ძლიერ პიროვნებებს ახასიათებთ რომ შეუძლიათ ეგოს მიღმა იდგნენ. აი მაგალითად მე აღვიქვი რომ შევარდნაძე იყო ძლიერი პიროვნება, როცა ის გადააყენეს და წავიდა სახლში, დაჯდა წყნარად და დაიწყო მემუარების წერა, ინტერვიუების მიცემა, არ ვიცი, წავიდა, წამოვიდა, ნახეთ, მისი ეგო რა თქმა უნდა ცოცხალი იყო. აი ხა შევარდნაძეს ეგო არ ქონდაო, ეგ არავინ არ მითხრათ, ხო? და მეორეს მხრივ მისი ეგო მასზე არ დომინირებდა. კაცი რამხელა თანამდებობებზე იყო 50 წელი და სახლში წავიდა გააგრძელა ცხოვრება. სად მინდიხარო რო კითხეს და სახლში, აი ესე გაუკეთა. ხო და ამ დროს კონსერვატორიაში მყავდა ერთი ლექტორი, რომელიც 30 წელი პროფესორად იმუშავა და გააგდეს საწყალი. და ერთ კვირაში ინფარქტი დაემართა და ბევრს მოსდის ეს. იცი რატო? შერწყმულია იმ ეგოს, რომ მე ვარ ლექტორი და აი ლექტორი თუ აღარ ხარ და ამ შემთხვევაში მიწა თუ გამოგეცალა ფეხიდან, ესე იგი ეგო მდგომარეობაში ჩაკარგულა სელფი. ხო? აი ეს არის. და მეორე მხრივ ფსიქოლოგიაში გვყავს ერთი უდიდესი ადამიანი, რომლის გვარიც სულ ავიწყდება. რომელიც იყო ჩოგბურთელი, ავარია შეემთხვა და ჩემპიონი იყო, წარმოიდგინეთ, არაერთგზის ჩემპიონი და მიიღო ისეთი დაზიანება ხერხემალზე, რომ მიეჯაჭვა ინვალიდის ეტლს. ეხა ეს ეგოს იმხელა ჩამონგრევა არის, ჩემპიონი რო ხარ და ეტლში რო გაიღვიძებ, რომ ვერც წარმოვიდგენთ და არავის არ გისურვებთ ამას. და იცით მან რა ქნა, დაიწყო შესწავლა, რომ რა მოხდა მასში. დაიწყო დაკვირვება. ვა, ეს როგორ ვარ, ასე ვარ, ისე ვარ, ეს მოხდა. მერე დაინტერესდა ფსიქოლოგიით. ისწავლა, გახდა დოქტორი, მე მგონი ფსიქოლოგიის სუეტლიდან. და მან აღმოაჩინა ფენომენოლოგიური ცვლილების თეორია ფსიქოლოგიაში. ძალიან დიდი გარღვევა გააკეთა. ხო და აი ეს არის მაგალითი თვალსაჩინო იმისა, რომ ეგო არ არის ადამიანი. ეგოსგან ადამიანს შეუძლია რომ იყოს დისტანციაზე და დოზა დაწიოს. მაგრამ ეგო რომ საერთოდ ნაგავში მოისროლოს, ქვეშ მოყვება შიგნით და ისიც ისე დაიღუპება როგორც მისი ეგო. ამიტომაც ეგოს გაუფრთხილდით და თან არ შეერწყათ. ეს არის რის თქვაც მინდა, მეტი არაფერი. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის.